ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძირითად მიზნებზე საუბრობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობენ გადაირჩინონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ხელისუფლების ყოფილი წევრები ყველანაირად ცდილობენ დაგროვილი ქონება ოფიციალურად გაიფორმონ და თავიდან აიცილონ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, რის გამოც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. ლაგაზიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას ფინანსური ინსტიტუტები და ბიუჯეტზე კონტროლი აიღოს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეასრულებს უწყებათა შორისი კომისიის ფუნქციებს და ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ როგორც ქართული ოცნების, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ნაციონალურ მოძრაობას ამოძრავებს 4 ძირითადი მიზანი. პირველი გახლავთ ის, რომ როგორმე გადაირჩინოს საკუთარი პოლიტიკური მომავალი, ეს არის პროგრამა მაქსიმუმი, ხოლო რაც შეეხება პროგრამა მინიმუმს, თავი აარიდოს მისმა ძალიან ბევრმა წევრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ქვეყნიდან გაიტანონ ის ქონება, რომელიც მათ დააგროვეს საქართველოს ძარცვით ბოლო 8 წლის განმავლობაში. ამიტომ მათ სასიცოცხლოდ ჭირდებათ, რაც შეიძლება გაახანგრძლივონ და ასე ვთქვათ, განუკითხაობისა თუ დაუსჯელობის პერიოდი. ოპტიმალური იქნება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად გადაიბარებს თავზე უწყებათა შორისი კომისიის ფუნქციებს, რომელსაც დღეს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და ამ სპეციალურ ჯგუფში შევა ყველა ის ასე ვთქვათ ექსცესი, რომელიც შეიძლება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვიხილოთ და ამ ჯგუფს ექნება ფაქტობრივად სოლიდარული პასუხისმგებლობა საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. და უნებრივია ამ ჯგუფში შევა როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას, რომელიც მას ჯერ კიდევ აკისრია კონსტიტუციით, ვერაფრით ვერ გაექცევა.